დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი როგორც იქნა. ცოტა ვარჯიშა დილით. როდესაც სახლში ვარ, მოკლედ ვარჯიშობ ორჯერ. დილით 15-20 წუთი ან პრესებს ვაკეთებ ამ ფეხს, ან რაღაც და შემდეგ ცოტა იოგას ვაკეთებ ხოლმე. ცოტა დიდი ხანია ვარჯიშობ ხოლმე საღამოს. სხვადასხვა ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ მე ვარჯიშე საღამოს, იმიტომ რომ ძალიან მეზარებოდა საერთოდ ყველაფერს გაკეთება და ამ ბოლო დროს ესეთი ინტენსიური ვარჯიშები უფრო საღამოს მომწონს. ხოდა მივხვდი რატომ ვარჯიშობ ხოლმე ღამით. მზისგან დამცავე და უნდა დავლიო მაჩა ამის ნაცვლად. ეს ჩემი თმა ისე გაიზარდა, რომ ვერ გეტყვით. აი გონი ელყავა კიდეც, ანუ აქამდე თმა არ მქონია ძალიან დიდი ხანია უბრალოდ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ შეღებვის გამო ძალიან დაიმტვრა და ნახეთ ეს ნაწილები რა მოკლეა. შეშინელება. ხოდა იმედი ესეც წამოიზრდება მალე, რომ ცოტა ერთ ზომაში ჩაჯდეს, ანუ ეს ნახეთ რა არის საერთოდ. ანუ ეს ნაწილია საშინელი, იმიტომ რომ ზოგჯერ როდესაც მეზარება უბრალოდ ბოლომდე თმის სწორება და რაღაც არ გამოვა ეგ, იმიტომ რომ ეს ნაწილი საშინელად რჩება. მაგრამ მიხარია რომ გაიზარდა და რომ წამოვე შემდეგ აი ამ საშინელ გაუბედურებულ თმას ნელ-ნელა მოვიჭრე. სხვა შორის მე მაინც ისეთი თმა მაქვს, რომ სწრაფად იზრდება, ესე ნელ-ნელა არ იზრდება. ასე თუ ისე სწრაფად მოდის და თან ძალიან მომენატრა ჩემი ბუნებრივი ფერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ფერია. ღია არის ცოტა და ზოგჯერ გადადის ხოლმე უფრო ნაცრისფერ ფერში და ზოგჯერ უფრო მოწითალო ფერი დაკრავს და ეგ ძალიან მიყვარს ჩემი ბუნებრივი თმის. თან ძალიან ხარისხიანი თმა, ძალიან ისეთი რბილი, ლამაზი და მინდა რომ გავიზარდო გრძელი. ულამაზესი რო არის ამას თქვენც ხედავთ ხომ? This is what I'm talking about. ყველაზე ძალიან მიყვარს ხოლმე ეს მომენტი, როდესაც მაჩას ვინმეს ვასინჯებ და მოწონთ რეალურად. მაგ მომენტში თავს ბედნიერად გრძნობ ხოლმე და wow, this is so cool. მოკლედ დღეს მივდივარ 2 ადგილას. დილიდანვე ერთ გადაღებაზე, მეორე გასაუბრებაზე და თან გარეთ წვიმს და საცობია და იმედი მაქვს ძალიან რომ ამ საცობში არ გავიჭედები, იმიტომ რომ საშინელება ხდება და არ ვიცი საერთოდ რატოა საქართველოში ისე რომ როდესაც ერთ წვეთს გადმოაგდებს გარეთ და ოდნავ გაწვიმდება ადამიანები, მაშინვე არავინ ტარება აღარ იცის. So, გაჩვენებთ რა მაცვია.
ეს ჟაკეტი შიგნიდან თეთრი მაიკათან მინდა რომ ეს მაიკა ცოტათი გამოჩნდეს, იმიტომ რომ კარგად ჩანს უფრო. შლაქსი შარვალი, რა თქმა უნდა, ჩემი მარტინსები, იმიტომ რომ ყველაზე კომფორტული მარტინსებია ეს. ანუ ეს მოდელი არის აი იდეალური მოდელი, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. შლაქსი შარვალი და ზემოდან ეს ტრენჩი გადავწყვიტე და მგონი რომ ცუდი არ გამოვიდა და ჩემი სამკაულები. So yeah. ნელა წავალ. მეზის ღაბასაც ოფშით go. აი, არც კი ვიცი მართლა ამ ბლოგის გადაღება, ოდესმე თუ დასრულდება, იმიტომ რომ უკვე საუკუნე ავიღებ. და ყველაზე გადაობა ეს არის, რომ მინდოდა რომ ეს ბლოგი ყოფილიყო ძალიან ისეთი მამოტივირებელი, ძალიან ესთეტიური, მაგრამ ეგეთი კვირა საერთოდ არ მქონია, რომ ეგეთი ყოფილიყო. თავი რას მიგავს. ანუ საშუალოდ გამოვიყურებ მართლა, იმიტომ რომ დაახლოებით 10 წუთის წინ გავიყვიძე. სამსახურიდან რომ მოვედი, 2 ჭიქა ყავად დავლიე და ეგრევე ჩამეძინა. ხოდა ესეთ მდგომარეობაში გავიყვიძე. და ყველაზე საშინელება ის არის, რომ ბოლო დღეებია, ჯერ ერთი საშინელი თავის ტკივილები მაქვს უბრალოდ აი არაფერი არ მშველის და არაფერი არ მიulis და მილიონი იპროფესო ამ დღეში რომ გამიაროს დილიდან რომ ეწყება ეს თავის ტკივილი საღამომდე მაქვს და მეორე ვნახულობ უკოშმარეს სიზმრებს ანუ საშინელ სიზმრებს ვნახულობ მართლა აი არ ვიცი დღესაც იმდენად საშინელი სიზმარი ვნახე წეღან გავიღვიძე 10 წუთის წინ ისეთ საშინელი სიზმარი ვნახე რომ ავდექი ეგრევე ტირილი დავიწყე მართლა და იმდენად შემეშინდა ამ სიზმრის რომ ცხოვრებაში ერთხელ მაქვს გაკეთებული ის რომ სიზმარი წალს მოვუყევი და მეორედ ეხა გავაკეთენო შიში ისეთი რაღაცა ის რომ ადამიანს ყველაფერს გაგაკეთებინებს ხო და ეგეთი რაღაცების ჯერ ხო საერთოდ არ მეჯერა მაგრამ მეთქი მაინც ყოველ შემთხვევაში მოდი მოვუყვები წყალს ღმერთო ჩემო ხო და ეგ ყველაფერი ეგ ისტორია წყალს მოვუყევი შემოკლებით ანუ ვინ მოიგონა вообще but who cares ეხა ცოტა მოწესრიგდები და დავიძინებ ისევ იმიტომ რომ არ ვიცი მეორე დღეა 12 საათი მძინავს და თელ დღეს განმავლობაში შემდეგ მართლა კარგი ენერგია მაქვს ხოლმე ნუ სამსახურში თორე სამსახურიდან რომ მოვიდივარ მაშინვე ვკვდები და ვიძინებ whatever წავედი და იმედია ეს vlog-ი ოდესმე დასრულდება